ნამდვილად სულ სხვა ემოციაა, როდესაც უყურებ, როგორ აღიმართება დროშა ამ ისტორიულ ციხეზე და ესე ამაყად ფრიალებს შენი ქვეყნის დროშა. შემოვედით ნიკას აქციას, გავაადროშიანოთ საქართველო და ნებისმიერ ადგილზე, ასეთ ისტორიულ ადგილზე, სადაც კი მოხვდებით, აღმართეთ საქართველოს დროშა და ამაყად იფრიალოს და ყველა აქ და იმ ადგილებზე მოსულმა ადამიანებმა იცოდნენ, რომ ეს საქართველოა. ემოცია არის განუმეორებელი ყოველ ჯერზე. ისე მაქვს უკვე ჩამოყალიბებული ბუნებრივად, რომ შაბათი რომ ახლოვდება, გეგმავს საით წავიდე. წინასწარ მაქვს განსაზღვრული, ძირითადად რა მარშრუტით უნდა წავიდე, როგორ წავიდე, რა მანძილი გავიარო, მაგრამ ყოველთვის არის ხოლმე გაუთვალისწინებელი შემთხვევები და მოვლენები. რაც შეეხება იმას, თუ დროშას რატო აღმართავთ ან რისთვის ან ვისთვის, ეს ჩვენთვის არის, პირველ რიგში ჩვენთვის არის, რომ არ დავივიწყოთ, შორიდანვე ჩანდეს ის სიამაყე, რომელიც წინაპრებმა დაგვიტოვეს და მეორე, როგორც წეღანაც აღნიშნე, უცხოელებისთვის. მე ნახე შენი ვიდეოები YouTube-ზე ატვირთული ძალიან მოწონს ხალხს, დიდი ყურებადობა გაქვს, მე წავიკითხე კომენტარები და ყველანი გეუბნებიან, რომ რა კარგია გააგრძელე, რა სეტყვი ამ ადამიანებს. გავაგრძელებ თუ ერთად გავაგრძელოთ. მე წეღან შენ რა გიყურებდი, როგორ მართავდი იქ დროშას, ყველას ვუთხარი, რომ ძალიან კარგი იქნება თუ შემოვარდებიან ნიკას აქციას და გაადროშიანებენ საქართველოს. სადაც არ უნდა იყვნენ, რომელ ისტორიულ ძეგლზეც არ უნდა ავიდნენ. შენ რა გაქვს დღეს ამ ადამიანებთან საქმე? კი, უნდა გავადროშიანოთ საქართველო. ერთი მუჭა ქვეყანა ვართ. სულ ძალიან პატარა ქვეყანა გვაქვს. და ასეთი საუნჯე გქონდეს და არ პატრონობდე, ეს ერთგვარი სიგნალია, რომ ყურადღება მიექცეს. ერთგვარი სიგნალია, რომ არ უნდა დავივიწყოთ. კი, ყველამ ერთად უნდა გავადროშიანოთ. ძნელი არ არის. თუ ვინმე სჭირდება დროშა, ნებისმიერ ადგილას საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც ციხესიმაგრეზე გაჭირდება და გულით მოუნდება, რომ დროშა აღმართოს, მე გამოვგზავნი პოსტით, მომწეროს ან პირადად, ან შენც გაავრცელე ჩემი ნომერი, თუ სურვილი ვინმეს ექნება და გაუგზავნი პოსტით, რამდენი ცალიც უნდა გაადროშიანოს, პატარა ვიდეო ჩაწეროს და გაგვაცნოს ის კუთხე, სადაც იქნება ის ციხესიმაგრე, იმ ციხესიმაგრეს ისტორია, სადაც ის აღმართავს ჩვენს დროშას. დიდებული დროშა გვაქვს და ის ყველგან უნდა ფრიალებდეს. ელემენტარული მარკირება, რომელიც ასე საჭირო არის, არ გვაქვს. სამშვილდისკენ მიმავალ გზაზე არის მარკირებები, საღებავით გაკეთებული მოკლე ტრაფარეტები, მაგრამ 99% შემთხვევაში, სადაც დავდივარ, მარკირება კი არა, უბრალოდ გაუკვალავი გზა არის, ნადირის კვალზე დავდივარ ხოლმე ხშირ შემთხვევაში. უპატრონოა ჩვენი ესეთი უნიკალური ციხესიმაგრეები და ერთგვარი პოპულარიზაციისთვის კარგი იქნებოდა სანიშნეები გაგვიკეთებინა. ერთხელ ცხილეთის ციხეზე ვიყავი. საერთოდ მიუდგომელი, საერთოდ ბუჩქსა და ჯაქში იყო მთლიანი ციხე, არა და ძალიან დიდი მნიშვნელობის და დიდი ლეგენდების ციხე არის. ასევე არის მაგალითად გომბორის უღელტეხილზე, ასეა მაგალითად თიანეთისკენ, ასეა მაგალითად სამხრეთ აღმოსავლეთ საქართველოში, ჯავახეთისკენ. ყველა მიმართულებით გვაქვს ეს პრობლემა, რომ არ არის სანიშნეები, არ არის ელემენტარული დაფა, რომ აი იქ რომ მიდიხარ, სად მიდიხარ. არის ბილიკი შეიძლება, მაგრამ არ არის სანიშნე. ძალიან კარგი იდეა წამოაყენე შენ, რომ ამ ყველაფერში ჩაერთონ სტუდენტები, ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც არა მარტო სანიშნეებს დააყენებენ, არამედ ისტორიასაც კარგად ისწავლიან, ხო? ისტორიის მასწავლებელი ყველა სკოლაშია. ისტორიით დაინტერესებული ბავშვები ყველა სკოლაში არიან დარწმუნებული ვარ. უფროს კლასელები, სამართალდამცავი, რეინჯერი, სამედიცინო წარმომადგენელი, ისტორიკოსი და რამოდენიმე ბავშვი. თავის რეგიონში ძალიან დიდ საქმეს გააკეთებდნენ ჩვენი ქვეყნისთვის და ერთ დიდ საქმეს გავაკეთებთ ყველა ერთად. უბრალოდ მონდომებაა საჭირო. ძალიან მიზერულ ფინანსებზე აქვს საუბარი, თუ ფინანსებზეა საერთოდ. დანარჩენით ეს ყველაფერი მხოლოდ მონდომების ამბავია.